გამოძიებით დადგენილია, რომ მოლდოვის მოქალაქემ, რომელიც საგამოძიებო სამსახურმა უკვე დააკავა, თბილისში სხვადასხვა ტერიტორიაზე არსებულ ბანკომატებზე დაამონტაჟა ვიდეო თვალი და ასევე ის მოწყობილობა, რომლის მეშვეობითაც დაეუფლა მოქალაქეთა კუთვნილ საბანკო ბარათების პირად მონაცემებს შემდგომში გამოყენების მიზნით. ამჟამად საგამოძიებო სამსახური აწარმოებს ინტენსიურ საგამოძიებო მოქმედებებს იმის დასადგენად, თუ რაოდენობის ზიანი მიადგათ მოქალაქეებს, ასევე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრების იდენტიფიცირების მიზნით.